გამარჯობათ ხალხო, ესე იგი PvP ბეთლის სეზონს გარეთ არის ხო? სეზონს გარეთ ბეთლი პელე Young Mike. ბიჭებს რამოდენიმეს ნანახი აქვს, მე არ მაქვს ნანახი, არც ვიცი ვინ მოიგო რაქნა, შეუბეროთ. დაალაიქეთ არხი გამოიწერეთ, PvP-s არხზე გადადით უოჭველი, დაულაიქეთ ბიჭებს, არხი გამოიწერეთ, არ დაგავიწყდეთ და წავედით. მოდი ამას გადავახო. არა, უთამაშო. ორივე მაგრად მევასება. პირველი რაუნდი. ორივე ძალიან მაგარია, ბიჭო. ჩემთან ხელმარცხნივ შევქმნათ ხმაური. ეს ხო იცი, რატო ჩაინიშნა? რატო? აი მაშინ რომ მოუგო და არ იყო მომზადებულიო და რაღაც ახლა გადაწყდება ვინ არისო რა. გადაღება რა კაია. მაგარი ძალიან გადაღება ქონდა ძალიან მაგარი. მე ვებაცლავები მიშკას მომისმინოს ყველა სულით მონამ ვისაც პიროვნება წაართვა მაყუძის შოვნამ მოუტყან ეგეთი ჰიპ-ჰოპი მოუტყან შენი შრომა შენზე ყველაფერი გვახსოვს იყოს შენი ხსოვნა დედა მოწყნულია ბოხმა გულში კიდევ შიში თუ გიდოდა რესპექტი და არ ჩაგედო პირში მავნებელი ენები უნდა დაგაჭრათ ძირში 28-ის მერე მე გეცხადები ძილში ისტორია მეორდება წარსულიდან დღეს არის 6 თებერვალი დრამა დაგვიდგეს ორი მშულდოსანი MC ეძებს არტეფაქტებს არ მექნება punchline გეტყვი მარტო ფაქტებს ბევრი ბავშვი მოგვემა და არიციან ძველი 2018 და რამდენიმე წელი ტრაგები რომ ჩაგიდეს და მოგიგრიხეს ხელი პროტესტით რომ იყოს სავსრთელი რუსთაველი რამდენიმე დღე რო წვიმდა ხალხი იყოს ველი ყვირილისგან აღარავის უვარგო და ყელი ერთი მადლობა რა გახდა ხალხისთვის რომ გეთქვა უმათურო ნაბოზარო კი გეკუთნის კლეტკა ყველა ვიცით ოცნებამ ჩაგიდო მაგრამ შენ გადაწყვიტე რომ აქო და ადიდო თანაც მარიცი მიზეზი რა ყოფილა ხალხმა თავი რატომ იგზნო შეურაცხყოფილად გამანდამ რო აქ იყოლა შენი ყავი ღირსი ოცნების მაგივრად ჩვენ რომ ჩაგვიწერეთ დისი უნამუსოთ აქ წაგვიკითხე მორალები და ჩვენს ყველას დაგვიძახე ნაციონალები და თხოვაზეაც დაბაგინეთ არც ერთი არაც და ანდა ამას რო იცახდა როგორ არ გადაცდა ანდა როგორ არ ქონდა უსამართლობის განცდა იქვე უნდა ჩაგვექოლა სადაც ფეხი დაცდა ერთი წამითაც არ ვალობ თუ დამიჯერეთ სამარცხვინო კარიერა რომ დაგისრულე ამ დარბაზში ყველა მიცის მართალს გებაზრები ის ბავშვებიც გაიზარდნენ აღარებასები ახლა არსად მოგიცურდეს შავი კეტასები არა ჯოჯოხეთშიც გადმოყვები ამ რაუნდში რაც გებაზრა პელეს დაუფასე ამას ხო გერჩივლა გამერება შაურმაზე თუ გინდა დაგასპონსოროს რაღაც ეკოფუდმა დიკაპრიო მომიკითხოს ბოსმა ჰოლივუდმა მირჩევნია ფიფებისგან გავაკეთო გუფთა მუშაობდი პოსტივიში მაგრამ დავჭი სუფთა მერას მეტყვის დრამა ქვინი ორი დღე ციხეში იჯდა 10 წელი მოთხნა ტვინია მერკანტილურ პაპსა ვიკებს დილით მოუწევ სტილით მაგარი შეცვლილია ბიჭო სტილი აქედან ვერ წაშლი არავისთვის მოგეჭამა იმ ვერსებით მიშა დაგიცურდა კრამიტი და მოუტყან შენი კრიშა ეგეთი ცხოვრებით ვერ გარებავ სხვაზე ჯერ კიდევ ჩემი ფოტასი გახატია თავზე მე შენ დაგებაზრე პიროვნებაზე ვიდი გამირებე ჩასმლობაზე ანდა ზედმეწონაზე ანდა ისეთ რამეზე რომ დავდებ მაზიანს ტაშ დაგიკრავს ვარდის ფერი ბურჟუაზია მშვიდი ხარ ამ ყველაფრის მერე და ფლიდი ხარ გააჯვი ამერიკაში ყალეზე გვკიდი ხარ აუ რა შეკლასა ბებერმა ზარკაი ხო ბიჭო გააჯვი ამერიკაში ყალეზე გვკიდი ხარ რაც ერთს კი იყო ბიჭო ძალიან გაასწორა ბიჭო ძალიან შეცვლილი აქვს სტილი პროსტა რა რაღაც ანუ თითქოს არ უბერავდა ესე აქამდე ვა ძალიან კაი იყო აუ Young Mike-ს მაგრად მევასება Young Mike-ისთვისაა ეს იმენ Everybody watching PvP put your motherfucking hands up and follow me Everybody watching PvP put your hands up young იმის დადგენას არის თუ არა პელე ყლე სულ არ ჭირდება მონოჰოლი და PvP თანაშემწე წოდებაზე რო შევეხე მისი ბაშკაცობა და მასაფლავე მოვიკელეხე ფეხბურთელი სახელის თამაში მაინც ენძრება ამ მოედანზე ჯიგარი ფურთივი დაიკეცლება მეტი რა ვუთხრამ ფეთხუმ პელეს YouTube ლიგაც კი ვერ გააფეხბურთელებს
სანამ დავდეთ off season როგორც J Cole გამოსვლამდე მოგიყვეთ როგორც შეიყო ჯერ უარი თქვა ემაქსზე და ის მოიმიზეზა რომ არ მოსწონს PvP ბეთლების ორგანიზება თავის ლიგას აკეთებდა თან სანდექნებოდა დროაბა თუმცა 6 თვე ისე გავიდა თავი ვერაფერს მოაბა ამ დროსაც მეუბნება ეს IP-ს და ფულის ხამი თავის პროექტის ბეთლში უნდა და მე გამოსულიყავ ბეთლზე უარი თქვა მაგრამ პროექტისთვის ვჭირდები პროექტი ვერ მოხდა ბეთლზე ისევ შემწინდგები თავის მართლებებში იმალები მარა ჩანხარ შესთავაზეს თანხა ეგრევე და ეთანხმა არა storyteller fake storyteller სახელად გელა ალგიშიკაცია არაქვს უნდა აკაპელა ეს სამშევკარი ბანკი რამ გარეპერა ქართულებთან უკვე დიდი ხანი მაგ მოხდილი ბალი სანამ მიდო გვამი ეს მე აბა შენ ეკიდობანი შენ რა ქენი თავი როგონია გოუთი შენი კარიერა დაიწყო და მორჩა flow-ი მნიშვნელობანი ვერაფერი ბერთქვი სამაგიეროდ PvP-ს ლებზე ვნახეთ შენი ძუძუების თვერკი რაღაც ძუძუების ნახეთ რა შეხავს თვერკის მოცეკვავეს შეშურდება ისე ათამაშებ ტრაქს რა ქვია მასვის მზად არის ბეთლიდან გაიქცეს და მერე უნდა საქმე რომ კამერების წინ გაირჩეს ეგონა YouTube და თემა ქუჩაში აღარ გავა მაგრამ სლოუმა იმ პოდკასტები აკაჩაბა შენი სახსენებელი არ არის ჩემი ხინჯები შენ კომპლიმენტი რომ მითხრა მაგაზეს და ვიკრინჯები არის ჩემი ცოდვები და სულ სხვა ყლეობებს წერი ხარ პანჩლაინებს ამოფარებული ჯეო რეპერი არა storyteller fake storyteller სახელად გელა და ზანდრებელა მაგრა დუბერაუს ეს იპოდრომის ბომჟი რამ გარეპერა მე ვთქვი არა storyteller fake storyteller სახელად გელა და ზანდრებელა მუსიკალური ნიჭი არ აქვს შენს ვიზუალს ახლოდან რო ბუხურებ ახლა დიზასტერი კი არა მართლა უბედურებ ახლა რეპერ ჟერ ვერ დაემსგავსე თორე გინდათ მას რო იურასთან იჭრი ერთხელ წვერით შეგესწორებინა რა თავის მოწესრიგება ბატრაკებამაო ჯერ მეორე წელია რაც ბეთლების წინ ბანაო დიდი პროგრესი არის აღარ ვიქნები წუნია სახეზე მაინც ეთქობა მაგარი ფეხი სუნია არა storyteller სახელად გელა და ზანდრებელა მუსიკალური ნიჭი არ აქვს უნდა აკაპელა რა ბეთლი ნიკის ლომ პოდკასტზე შეანელა hell no ხაუ ძანგიჟიკაცია ეს ზედარის თვისაც ჩავიცვი ეგუნა ალგიშიკაცია არ ვიცი ვინ მოიგო კი ვაა ინგლისურად რო შეყავს მაგრად უხდება ბიჭო ძალიან კაი გადაღება PvP როგორი დახვეწილია ტო მაგარი ძალიან გადახება მაღალი დონის გადაღებაა ძალიან ბიჭო ხო ხალხის ხმაური ზედმეტად არ შემოდიოდა ანუ რაღაც ძალიან კარგადაა კამერაც დახვეწეს საღოლ ბიჭო ძალიან მაგარია თავიდან ვიფიქრე ხუმრობით ვიტყოდი სათქმელს მაგრამ ადრე მასწავლეს არ ვეთამაშო საჭმელს მე და შენ ხომ არ ვაკეთებთ ერთი და იგივეს ვითხარი როგორ ვიქნებით ერთი და იგივე აი ყურეთ რა ხდება რა წინაზეც ვამბობდი არის ტიპები ვის სიმღერასაც სიტყვაზე ნუ მე არ დავდივარ ქუჩაში ყურსასმენებით შესაბამისად სადაც ერთადერთი სიმღერას უსმენ ხოლმე არის მანქანა კომპიუტერთანაც არ უსმენ აი არ არსებობს რომ სიმღერას მოусმინო ერთადერთი არის მანქანა და მაქვს პლეილისტი უსმენ ხოლმე რა რაღაცებს ქართულს უცხოურს ნებისმიერს რა ბიჭო არის ტიპი ვის სიმღერასაც მანქანაში მოусმენ აი მაგალითად ტაჰა მეოთხე დასი Young Mike-ის ტრეკი არასდროს არ მომისმენია მანქანაში სიმართლე რო გითხრათ პელეს ტრეკიც არასდროს არ მომისმენია მანქანაში მოსკას წინა PvP-ზე რომელიღაც ლაინი ქონდა რა პირველი იმას უსმენდი ხოლმე მანქანაში რაუნდი ძალიან მაგარი იყო ბიჭო აი ეხლაც პელე რასაც უბერავს აი ამას მანქანაში ვერ მოусმენდი ეს არის ჩვეულებრივი რაუნდის ის ხო რავი რაღაც ტექსტი ხო ეგრეა და იმან რაც იმღერა გაგა პირველი რაუნდი იმას მოусმენ იმენა ხო ეგრეა ძმობა რაღაც აი რავი მე ეგრე ვფიქრობ რა ბევრად მუსიკალურია აი ჩემთვის ხო ხვდები ახლა ჩვეულებრივი მსმენელისთვის და არა ისეთი ტიპისთვის ვინც რაღაცა იმაში ერკვევა ფანჩებში და რაღაცებში მოსასმენად აი გამისწორდებოდა რა ხო და მე უფრო ეგრე ვაფასებ რა ხო და აი უყურე რაღაცნაირი ბითები როა შეჩემა და თან შენ ყვები მაგ ბითებს და ისიალაგებ როგორც აი ტიპმა სიმღერასავით მოусმინოს ძალიან ასწორებს რა
შენ გინდა რომ ცეკვით გადაფარო შენი სიგიჟე სათქმელი რომ არ გექნება შენ უბრალოდ იცეკვე აბა მიდი იცეკვე მიდი შებოზო და მანახე მოძრაობა იცეკვე შებოზო არიღებო ისე როგორც ახლის კანე გორსო მაგრამ იცეკვე მიდი იცეკვე შებოზო მე დავწერე ჩემი ალბომი და მოყვაც რემლები ყველა ცხოვრებაში ხომ არსებობს რთული დღეები მაგრამ მაინც ვერ გავიგე ამას რას ბაზრები დეპრესიაში არასდროს ვარდებიან ყლები შენ ხარ სახლის კატა რომელიც ქუჩაში მოხვდა შენ ხარ ხუთივე კაცი რომელიც ვეიპით მოკვდა არ მაგითხვა წაგეკითხა მე 15 სითხა შენ ხარ გირთხა მამუ მითხრა მარტო გულში გირთხა შეგეცით ძალით რეპერებს და ძალით პოეტებს ძალით ტელეწამყვანებს ძალით თვითონ სპორტსმენებს შეგეცით სელებრიტებს თვითონ დარგის დოცენტებს და ყოველთვის შევეცით თქვენ საახალწლო კონცერტებს შეგეცით მეფის კარზე ჯამბაზებს და ბარიგებს შეგეცით ვითომ ვიგოდრიკ ხანიგებს ყველას შეგეცით ვინც ჩვენთან აყალბებ და შედეგებს რადგან შენ თუ ლეგენდა ხარ შევეცი ლეგენდებს მე და შენ ხომ არ ვაკეთებთ ერთი და იგივეს მითხარი როგორ ვიქნებით ერთი და იგივე შენ გინდა რომ ცეკვით გადაფარო შენი სიგიჟე სათქმელი რომ არ გექნება შენ უბრალოდ იცეკვე აბა მიდი იცეკვე მიდი შებოზო და მანახე მოძრაობა იცეკვე შებოზო არიღებო ისე როგორც ახლის კანე გორსო მაგრამ თავიდან არ მაგინებინო თავი გავიდა რამდენი წელი და ჟამი შეჭამე რამდენი თებში და ჯამი საიდან შეჩემა შემოსავალი მითხარი შეჩემა გამოსავალი მითხარი შეჩემა რამე წამალი მისრე როგორიც შექმენი მოდა ეგეთებს მართლობა რიგობა ჯობდა მითხარი მიშიკო ვაფშე რა მოხდა ნანგრევებში წაგიყვანეს შავებში ჩასმო მამაკაცებმა შეგაშინეს თუ რა გითხეს მიშიკო გადამიშალე მეგული რატო ხარ ეგეთი შეშინებული მე მომიყევი არ დამივალო რაში მოყევი რომ არ დაგაბრალო შეგეცით მარა უყურე განსხვავება რა არის ბიჭო ამას ძალიან პირდაპირი აქვს რა ყველა ეს რა ქვია ლაინი თუ ტექსტი თუ რაც არის რა ფანჩი ყველა პირდაპირი აქვს გაგა რა და ის იმას უფრო მუსიკალურად აქვს დალაგებული და თან რაღაცებს ყველაზე ხარ ურტყავს რა просто ამას იმენა მთელი ტექსტი ამაზეა და არა ჟურნალისტებს ნებისმიერ ეკრანზე ვითომ ფენსი კრიტიკოსებს გიზავთ ქართულ ენაზე შეგეცით ფენსი ამ სცენაზე რატომ მოცნებობ ჩვენს ისტორიის გადაწერაზე მიშკა მაიკი ბარკალა ფეშლაიფი მოკითხვებს გიგზავნით და გეტყვით მარტო მე შეგეცით ოთხივეს მართლა მჯეროდა რომ კიდე შეგხვდებოდი მე ვიყავი შენი ფანი სანამ გამოყლევდებოდი Опа, интересно. Задвард! Мэрэ раунди! MC! Чемга халмаджнив! ეს არ მომეწონა. ბიჭო, აი რა მე სხვანაირად უსმენ ხოლმე რა ამ ყველაფერს. თუ ყურში არ მომხდება კარგად და აი როგორი იყო, იცით, აი ბითი იყო რაღაცნაირი, აი იანგ მაიკი როგორ შებერავს ამ ბიტზე ვნახოთ. შეიძლება ისეთი ბითია, რომ ნუ ფიზიკურად ვერ ეწყობა ისე, რომ ყურში კარგად მოგხვდეს რა და მარტო ესე ფანჯებს ურტყავენ ერთმანეთს და აი რაღაცა, რავი, არ მომეწონა რა. რაღაცნაირი. არა მუსიკალური იმენა. ნახოთ რა. ეს რაუნდი ტუალეტში დავწერე და მთელი რაუნდი გაჯვა. შენი საქციელები მიმობიხილე დავანახე ხალხს მიხარ ძმაო იზღა დამშა შენს არასრულ ფასოვნებაზე რო ვიღადაო ვერ ხვდები რატო ვერ ხვდები არა მართლებს ეგ მოკლე გზები სათქმელი მარტო მაშინ გეძლება როცა რამეზე კომპლექსები თურმე არ უსორდება ამ ყლეს როგორ გულ შემატკივრობთ ნაკრებს ყვარას ბუდუს კანკაბას ჩაკვეს რატომ არ უკრავენო სხვა ტრეკს ამბობს ისეთი ჰიმნი გვჭირდება სტადიონებს რო უანგრევს თვითონ რამეს და აკლებს მერაბს ფაშფულს რო უაყვეს შენთვის მღერი ბელის ბოლო კეთილია მეთოდები დიდი ხნის გაცვეთილია
რეპტილია თავი გონია გოძილა გიგანტური ჰიპ-ჰოპ რეპტილია ეს შემისა მაქსიმუმ გროტასკის დრედებში რეპტილია MC-ს უნიჭო მიბაძვა როგორ არ უნდა მივაჯვა ისო შიტ პოსტინგს მიაწექი აქ საერთოდ რა გინდა ძმა აქეთ მომიშვიდე მომიშვიდე ხელი ამოიშვიე ტიპმა ეს რამდენჯერ გაურითმა რაყლე რაუნდი და დე ვის რა გაუიასნე ხოდა ზუსტად მაგიტომ ხარ დაუნი და ყლე მე ბუბერაბ როგორ სტეფ კარი შენი იდიოტური იდეაც კი იდეალურად შეკარი ანდრე შვიდმენ მართ ბეთლი მომიგო მაგ დღეს ეს პარაზიტი წარმოიქმნა შემთხვევით არ არის იგივე თარიღზე გალაქტიონმა თავი რომ მოიკლა მოსესთან იმდენჯერ დააფულაფა ვიდეოში რო ტეხავდა ჩასმა ბოლოს კი ხალხი ბექებს უდებდა ყურსასმენებს და აბრალა მასმა ტექსტი არის ოდი და მაგ შეჩაჯმულში არაა საჭირო არავის გასწრა მაგ დღეს არც მე არ ვიცოდი ტექსტი თავის მართლება არ მომსვლია აზრად შენი გაჯმა პიკი არის რომ შეგვთა young მაიკი თემიდან თესლებით რო ითესები მაგის შედეგებსაც ახლა იმკი შენივე ნათქვამი რომ უარყავი შენზე დღეს ეგეცისიან TikTok-ზე რო გაურეპე აი მანდ მოგიგო ბეთლი ჭიამ სოციალური ტრეკების ჩაწერა სააპირებდი მაგრამ სადა ეგეს რო ყალეზე დაიკიდე დავისყა არა მაგიტომ ვართ ამ დღეში პელე არის ვირთხა როგორც უძინართ ამ მზეში მაგრამ ყველა ნაბოზარი ვერ გახდება ოპერი ბეთლ რეპერი კი არა ბიძე არის შოფერი ბავშვობაში საიდანაც გამოიქცა აი ხო რაღაცნაირი სტრანიბითია რა ძალიან მაგარია ტიპი რა იმენა უხდება პივიპი დედას გეფიცები ვისთან იყო ბეთლი ტექსტი რო დაავიწყდა სასაული რო იყო ივასთან აი დედას ოფიცა ვარ დაჟე ეგ ბეთლიც მოიგო ჩემთვის ეგ ბეთლიც მოიგო აი ეგრე დარბაზი არავის არაყოლია არასდროს რავი ყველგან ეგიდო ჯერ მარტო მაგენან დავიწყოთ დედას გეფიცები ტიპს იმენა უხდება პივიპი რა რედარტუმრებული ვარ იქნებოდი მწოველი გორილა და გოუთი არ ვიცი მაგრამ სუნი აგრის იმისთანა მართლა კი იქნები რამე ცხოველი ვარდოსანიძე თევზი რო უთხრა ნეტა გულთანის თუმი ქონდა რომ ამარსებას თევზის გარეშე ზუსტად ეგეთი სუნი ქონდა თქვა რომ იგივე ბოტასი თივლის თუნდაც იშოვა 6-0 ეხლა მივხვდი საიდან მოდის ეს ფეხის სუნი ქართულად ვერ გიბეცლავია და პოდკასტებში ნუ კაცობ აბარებ ბეთში ინგლისურად შენ ვის უნდა გაუკაჩო ამდენი წელია რეპავს და ტიპს ერთი სიმღერაც კი არ აქვს სადმე რო ჩართო შენ რო სოლო კონცერტი გამართო თუ მიხვალ დარბაზში იქნები მარტო ბარამბო შოკოლადი თუ არ გაწეე აწისხვა რომელი სეზონი მიგავს საიფერში აქ ნათქვამი ჯიგარს მოიცა რაზე იცინიან ვერ მივხვდი ვის უნდა გაუკაჩო ამდენი წელია რეპავს და ტიპს ერთი სიმღერაც კი არ აქვს სადმე რო ჩართო შენ რო სოლო კონცერტი გამართო თუ მიხვალ დარბაზში იქნები მარტო ბარამბო შოკოლადი თუ არ გაწეე აწისხვა რომელი სეზონი მიგავს საიფერში აქ ნათქვამი ჯიგარს თავისი პირით რო შიგაქვს ამდენი მღერი შამორეს ხართულია ალბათ მაინც ეცდები თუმცა ეს ბოლო ბანაობა მაგ დაჯმულიანად ჩაირეცხები ანგიზია რა ხაუთ ყაპუნე ჯიგარს თავზე რო იყო შენი აიდოლი რეპერად არ ვარგა მაგრამ კი გამოვა კაიდოლი აუ ძალიან დაჩაგრა 50 წლარი გაგრძელებ გადაიკუზა ხო ენა ვათ ეს არაფერი არ წაიკითხა ის გუაჯიმა ვეშლებე იშენ რაღაც წერია ეკაი შენ ეკრანზეა მაუსი და რაღაც იმის ჩიფოჩა ივენთის სულობისას პირატულია და იქ ვინც იღებს ტელეფონს მომისვინე ანუ კონდათ ისევ გადაღებული და ედოთ აი ბიჭო მაგში ჩერდა კინცეჭად კუმაბადით ბოშები ჯიმოს რაღაც გასაგებია ეკრანზე მოგდება ფერი გავიგე კაი всё ავიჭერი მაცადეთ ავიჭერი всё დავიწყეთ სად ვართ მესამე რაუნდისთვის ყუას ამხელა ხმა საიდან ამოსდის ბრატ მესამე რაუნდი ზანძერსკი ჯინსია ცუა ყუას ხო ზანძერსკი ჯინსია MC ავალა არ მე ძალიან მეკონს მართლა შევქმნათ ხმაური მოიცა ხო მესამეა ხო მესამე ხო ხო ოპა ეს რაღაც ზერსკიბითია რაღაც ძალიან ზერსკიბითია ერთი დღე პარიზში მეორე პრაღაში მესამე რომში რა კაი ბითია ბიჭო გაგა
მეოთხე ღამე დამოხვედი აქ გითხარი მაყუთი საიდან გაქვს რამდენი ალბომი გაყიდე ბოლოს და რამდენი კონცერტი გამართე დღეს ან იქნებ რამე სამსახურში მუშაობ მაგრამ ჩვენ არ ვიცით ეს მე არ ვიქექები არავის პირაჩი ვაკვირდები პროცესს არ გამაჩნია მე ბოღმა და უფალმა 40 მაგდენი მოგცეს არავის დავუთვლი პროცენტებს მაგრამ შენ რა გადევს ტარიფი შენ ვაფშე რა იცი ჰიპ-ჰოპის გემო არასოდეს ყოფილ ხარ ღარიბი ჩემი მეგობრები კარიბიდან შემოვლენ პირდაპირ კარებიდან მოდიხარ მიდიხარ ალიბი გაქვს ვიღაცა მაყუთა არიფი ხარ მე ვერ გავიგე შენ რატო გევასება თუ ფაქი რა ნახე საერთო უბრალოდ გეღადავები და გავერთოთ არ მაინტერესებს საერთოდ შენივე ბაითის ქვემოთ შეგიძლია იყიდო ნაიკის კურტკა ჩემივე კორპუსის უკან შეგიძლია იპოვო გურანდას ბუტკა ვერაფრით გავიგე როგორ გაძელი შენ ციხეში მაგდენი სუტკა თუ კიდევ ვიბაზროთ ბირჟა მაფია მაშინ მე გიკეტავ შუტკას არი ნერვიულო dobrат მიწოდე ვანდამი კობრა ჩემი მუღამია ისევ ჯოროგანი შენი ოცნება ოპრა მე ყოველთვის ვიცოდი რომ ბანძი რეპერები ჩემი ტოლი არასოდეს არის არავინ შემოვიდა ნადირობის სეზონი და ბრაკონიერები ისევ დადენიან კარაბის ვიცი შენი ცხოვრების წესი მაგრამ მე შენზე ფიზელი ვარ როცა გავუკიდებ კანაბის ვირუსი ვით მოვედი ამ ყველაფერს მე რამდენად ასხერებენ კარანტინს მე შემატარებენ ალადის როცა 40 ყაჩაღი ბიტებს აყირაზე გადადის რეპერებს თუ წაუკითხე ვერსი აღარ წაუკითხო მოლოს მაგრამ წაუკითხო პარაკლის როცა აფისული გაატრაკებს ყველა მიციან და ეგრევე ეძახიან პალადის Yo, ვანადგურებ ყველა პარაზიტს შევეცი ყველა სვინს უმღერის მთავრობას და მერე იბაზრებს ჩემზე არა ვარ შენი საპირწონე ხო და ეგ წონა და მახი ეყლეზე თუ ვინმე სოდეს მეგული ვატკინე ყველას დავურიგებ ნაყინებს ისევ გაუმარჯოს გამარჯვებულებს და ისევ შევეცი ნაწყენებს მიდი და ბოლომდე ამოალაგი ბიტებზე ლამაზად რა დაალაგი დადექი მაიკთან დაიქადაგი შენივე მორალით სადავი ბრაკე მე მაშინ გავაკეთე ჩემი გასაკეთებელი აბარაგიყო არ მაინტერესებს კამბექი მოვიგე იქ სადაც საჭირო იყო არ მინდა შაურმა ხახვით დაიდი ნახვით არ მინდა შაურმა ხახვით დაიდი ნახვით არ მინდა შაურმა ხახვით არ მინდა შაურმა ხახვით დაიდი ნახვით вообще არაფერი დედას ვიცი აი ძალიან ბევრად მესწორები პელესგანტაო ძალიან ბევრად კარგად დაჭექი კამზე იმენა მოჯექის კამზე შენგან ხელმარცხნივ შევქმნათ ხმაური აგერ ვისაუბრეთ მე და ჩვენმა ძმამ გელამ და ადამიანია ბიჭო უკან გადმოახვი ძალიან ცუდი ადამიანი უკან გადმოახვი აგერ ვისაუბრეთ მე და ჩვენმა ძმამ გელამ და აკუდა მორჩენილი ყავრავს რა უნდა დაეთქვა რა ხდება ყველაფერი კარგად ძმაო ყველაფერი ჯიგრულად სიბოროტე არ უნდა არსებობდეს ვიღაცების მე ბიცი აქ შემთხვევით არ ვარ უკან ვერ დამხია ვერც ერთმა ქარმა იფიქრეს გამოფუცხადები ომს მაგრამ შევცვალე კარმა და უკვე ნაკლებად მაშინებს შემდეგი დარტყმა ოპონენტს თუ ვერ ხმარო ბიხმარე ჭკუავის ხალხის მოთხოვებათა და თავი მოიტყუა ანუ ვერაფერს ვერ იხმართ თავის არიელი თუა ეს დებილები თუ შეწყნაბენ ინტელექტუალს ვიცი მე რომ ლოლდება სხვა გზა მე ბილიკი შენ ტრასა სურვილი მაქვს მოძრაო მასა და დრო რომ მოვაზღვაშუაზე გავხსნა ჩემზე უკეთ ალბათ შენი ხვდები ვერ იქნები მოსე პირველ რიგში ხალხის ნები თუ არ შეიმოსე და ბიცავრცელებს მაგ ფარს მცნებებს არიცის ღმერთი სად არის და არც ეძებს ჩემამდე ვინჩემი ფეხები იყო ეს მკრეხელი ხიხო ნუეხები ჰიპ-ჰოპს შენთან შედარებით ჰიპ-ჰოპის მეკავარ შემართლა ყლექალა ფუჩუა გეკავა ბეთლ კულტურაში რამხელა წვლილი მაგ მაგაზე დიდი მაგ ზოგადად რეპში ვიცოდი ბერაბინ ვერ მომერეო და მუსიკის მორებში რო გადაბეშვი შენგანა იმიტომ ხარ ბეთლ რეპერი რომ მართლა ბეთლაო ყველაზე კარგად უბრალოდ ბეთლებზე გამოსვლის მიღმა რეპერის კარიერა საერთოდ დარგა ჯერ ჩემთან სადა დაახლოვება ცოტა ხანი მერე რაღაც დროით გახდა ნოზაძის კათამი TikTok-ის ლაივებში რო დაიწყო კაკანი მისი ტრაკი ქონია ბოლოში ხო გაატყანი ინტრიგების კეფოში ხელი შეს პრაიმს გაუში ბოლა PvP არის თუ პრაიმ ჰაუსი მე ღარ მოიხოდები რომ მსხიოა სირეთბული შენ აღარ გადისო დასი შეხარ დასირებული მე გავიზარდე თემიდან ვარ დამოუკიდებელი შესულ ვიღაცა დისავგა სულგმულებენ ეგენი მე ვიზრდები ბიცვლები სხვა სიმაღლიდან მუყურებს სამყარო
ვეღარო სუკუნეთ სანამ ეს ბლუხუნებს მეათე კლასი გემახსოვრება გაზრდაში ხელს გიშლის არასრულ ფასოვნება მომიწია აწმყოდან გაგახსენო ბავშვობა გაგიფუჭო განწყობა კიდევ ერთი დამწრობა სულზე გატოს კომპრესი წინაპრების კომპლექსი ხელს გიშლის დაწერო ტექსტი რომ გამოთქო პროტესტი ჩემი რჩება იქნება ძალიან ძლიერია და თლიო სტრესი დადგინდეს ნორმა ნორმის გარეშე ისის გვეყოფა შემდეგ სეზონში Young Mike კოდექსი აქამდე თუ არის მოდა გახსნილობა პირდაპირობა უშიშრობა ბეთლ კულტურა ამ ხელა ნიჩს არიტევს ნეხვის გრობაში ბეძე მარგალიტევს არ შებუშინდი არა ბისავს სახეს ყველაფერი რაც ნახე სიმართლით თავსახე თავში არა მივარდა მეტი ვიყავი განაბისე ასახული სიყვარულით გაბა ანალიზე და როცა პრობლემა ნახე მრავალი სიბზნით ფიპობე გამოსავალი არ გვინდა მიკი მოკიბული ლაყბობა ანჭორების აყოლაგან არა საამაყოა რეპერი რო იძახის ენაზე რაც მოადგება არ გვინდა ჩვენი თვითონ ჭეშმარიტებების დადგენა და სრულ ჭეშმარიტების სისრულეში მოყვანა როგორც აღსრულება სამართლის ბეთლის ბოლო დანართი განავთქვი მხოლოდ შენი მის სამართით კიდევ ერთი დასტური რომ დიდება ვერ წამართვით Young სანძლიერია ბიჭო აი დამარხა რა გადახება ბიჭო რა მაგარია თო მეგა 13 წუთია პროსა ლაპარაკია რა იცოდი რა პირველ რიგში 13 წუთი ლაპარაკია სულ ძალიან დიდი მადლობა ორივე არტის არა ის თავში დროს ლაპარაკია დღეს აქ მადლობა არა რო იმას იზავენ იტყვის ჟიური გავუშვი დავიწყებული ემოცია ისევ გაგვახსენეთ ისევ ენერგიაზე მოგვიყვანეთ მოიგო იყო აშკარად მიხარია რომ ჩვენთან ხდება ეს ყველაფერი და მიხარია ბანი და პინოს უკვე ბოლოს Young Mike-ს ბალაში ყოფნა ცოტას მოგაწყენ თავს მე და Young-მა ვილაპარაკეთ ბეტლამდე რამოდენიმე წუთით ადრე და გვერდზე გვაქვს შენობა საბაგირო შენობა რომელიც ვანახე და ესე დაემთხვა საინტერესოდ რომ 2011 წელს მან ჩატარდა ერთ-ერთი პირველი ცეკვის ბეტლები და ჩატარდა freestyle rap ბეტლებიც რა ასე რომ ძალიან ახლოს ვართ იმ ისტორიულ ადგილთან სადაც ეს ყველაფერი დაიწყო ამისთვის კიდევ ერთხელ ხმაური შევქმნათ yes სანამ ჩვენ ჟიურის წევრებზე გადავალთ მადლობა მინდა უთხრა პირველ რიგში იმ ადამიანებს ვინც დღეს მოხვედით და ეს არით უყურეთ ისიამოვნეთ და გვერდში დაგვიდექით თქვენი საკუთარი თავებისთვის შექმენით ხმაური ინო სასწაულბითებს აძრობს yes ძალიან დიდი მადლობა ადგილს რომელიც ჩვენს რეივს ყოველ ჯერზე უძლებს მონოჰოლისთვის შევქმნათ ხმაური ურა, კაი გადაღება. და ჩვენი მხარდამჭერი კომპანიისთვის, კროკოსთვის, საბუეისთვის, მე-16-ისთვის შევქმნათ ხმაური! მეტი უნდა ყავდეს. მოკლედ, ეხლა ყველაზე ცუდ მომენტზე გადავდივართ. მომენტი, რომელიც თქვენ არავის არ გიყვართ. და დამიჯერეთ თქვენზე მეტად ამ სამ ადამიანს არ უყვარს ეს მომენტი. დამიჯერეთ. მე მინდა Flow მანი არის ჟიურში? PvP-ს, ესე ვთქვათ, ოქტაგონზე, პირველი ჟიურის წევრი. ჩემი დიდი ძმა, რეივი კაცი, 9 Rhymes-ისთვის შევქმნათ ხმაური! ჩემი ძროსლი ძმა გამოდის. პირველი არ ყოფილიყავე. არ გაგიმართლა. ოკეი. ჯერ მოგესალმებით ყველას. გეტყავთ. გილოცავთ PvP Slam-ის დაწყებას, იმიტომ რომ მე ანუ ვერ ხედავთ იმას? კოა ჩემ ივენთებზე ცეკვავდა და იმის მერე მენატრება ცეკვა. უკანა ტიპი ვერ იცანი? როგორ ვიცანი? უკანა ტიპი შავი ჩვენი ძმა. არა. ის იუთუბერი რო რეაქტებს ხოლმე ამათ იმებს ჩამოვიდა. ძალიან დიდი ხანი მაინტერესებდა ეს ნახა და მომესმინა რა. იმიტომ რომ როცა იყო ფინალი რაღაც მომენტში ცოტა ის დამრჩა, ნაკლებობა დამრჩა იმის რომ Young Mike-ს რაღაც სიტუაციები ქონდა და გონია რომ ისე ვერ მოემზადა როგორც უნდა მომზადებულიყო. ასე რომ მიხარია დღეს რომ აქ შევესწარი ორივეს თანაბრად მომზადებას. ეხლა რაც შეეხება ბეტლს, პირადად გადავალ ბეტლზე. დღეს ცოტა სერიოზულად მივუდექი და თითოეული რაუნდი ჩავიწერე რაღაცეები. დავიწყებ მესამე რაუნდიდან რა. მესამე რაუნდში პელეს ქონდა ის, რაც მე მევასება პელეში, ცოტა კბენები და მომეწონა ეს ყველაფერი, თუმცა ტექნიკურად Young Mike-მა აჯობა. ჩემი აზრი ესეთია. მეორე რაუნდს რაც შეეხება, მეორე რაუნდში და პირველ რაუნდშიც Young Mike-ს ბევრად მეტი პანჩები ქონდა და ზუსტად ისეთი პანჩები იყო, რაც მიზანში ხვდებოდა.
პელეს რაც შეეხება პელეს მე მგონია რომ მე არ ვარ Battle MC და ჩემი არ არის ეს, თუმცა მე ვასება ეს ყველაფერი. პელეს რაც შეეხება, პელე პირადად მოგმართავ, მგონია რომ ბევრად უფრო მეტი ის ქონდა, stage ქონდა იმისთვის, რომ Young Mike-ისთვის ბევრად უფრო კარგად გეკბინა. მე რაღაცეები მაქვს თავში, რაც შეგეძლო შენ გამოგეყენებინა რა. ბეტლიც ხო არ გინა ძმა? აი ისე ყოველი შემთხვევისთვის. ბეტლი როცა შემომთავაზე შენ მიიღე მაგაზე პასუხი სანამ დაიწყებოდა ეს ყველაფერი. ასე რომ მესამე რაუნდი მგონია რომ პელე მოიგო, პირველი და მეორე რაუნდი Young-მა წაიღო. ასე რომ Young გილოცავ და პელე იმედია კიდე გნახავ იმ პრაიმში როგორშიც გიცნობ შენ. აბა ვინ არის შემდეგი ახლა? ვა, კიდევ ერთხელ Nine Rhymes-თვის ხმაური შევქმნათ. აბა რა. მოკლედ, ბევრს გაუჩნდება ახლა პრეტენზიები, მაგრამ პრეტენზიებით ყველამ თავის კლავიატურას მიხედოს რა. პირველი დრილმენი ადამიანმა, რომელმაც ახალი საუნდი გვაჩუქა და მე ხტელა ახალგაზრდა მაგ საუნდზე შეხდა. კასისთვის შევქმნათ ხმაური! აბა რა! უღრმესი მადლობა. მოგესალმებით ყველას. ერთი აუცილებლად რაც გასახმოვანებელი აქვს. ის რაც ამ ბიჭებმა ქნეს, არის ძალიან დიდი ხმაურის ღირსი უცებ და ამწამს ეხლავე. ბევრი ხმაურის ღირსი წამ! ეგრე ბაზარი არა. მოდი დავიწყოთ ახლა ტექნიკურად შევაფასოთ ეს ყველაფერი რაც აქ მოხდა. ანუ რაღაცეებში ვერ დავეთანხმები ჩემს კოლეგას, ჩემს ძმას. აბა. ოღონდ რაღაცეებში ბოლომდე არა. მივყვეთ, მოკლედ რავი, პირველი რაუნდი, ანუ რამდენიმე კომპონენტით უნდა შეფასდეს პირობითად, ავიღოთ punchline-ები, flow და ამ ყველაფრის ერთიანობაში ვაიბით გადმოცემა მსმენელამდე რა. ეს იდეალურად დაიწყო პელემ ჩემთვის. იდეალურად დაიწყო. შემოვარდა უდიდესი პანჩებით, უდიდესი დარტყმებით, ბიჭზე ძალიან კარგად მჯდომი და გააგრძელა ესევე რა. ანუ მე აქედან დახვდა Young Mike, რომელმაც საპასუხოდ გააძრო flow-ების თამაში, რომ ის პანჩები გადაეფარა პირობითად რა. მე ესე აღვიქვი ეს ყველაფერი, მაგრამ ვერ გადაფარა. პირველი რაუნდი წაიღო პელემ წაიღო ჩემ თვალში. მეორე რაუნდი უცებ მაპატიეთ ცოტა მიგრძელდება, მაგრამ დეტალურად მინდა რა. yes. მეორე რაუნდის ამბავი ესე იყო რა. ისე იგი მეორე რაუნდში ოღონდ ვაიბი შეიცვალა ჩემთვის, იმიტომ რომ old school ამბავიდან გადმოვჭექი უცებ new school-ზე და ცოტა რთული არის ახლა ამის შეფასება, იმიტომ რომ აქ ორივე ძალიან მაგარი იყო რა. მიშკა ისევ თავისი მანერებით და flow-ებით და რაღაც ირონიული პანჩებით, ეს აქედან ნუ რაღაც ისტერიულად დალაგებული, თან ვითომ მონოტონური რო არის, მაგრამ თან მოგწონს, იმიტომ რომ კარგად ზის ბიტზე თუ რაღაც, ეგ გასარკვევი ამბავია ჯერ კიდევ. მოკლედ მეორე რაუნდიც პელემ წაიღო რა ჩემთვის. მარა ნახე სამწუხაროა რომ უკვე გადაწყვეტილია ეს ამბავი და გადაწყვეტილ ამბავზე მიწევს უკვე გაგრძელება ამ ყველაფრის, მაგრამ მესამე რაუნდი როგორც დაიწყო, აი რავი, მესამე რაუნდი აი ამ ამბავმა ეგრევე ჩაიკუჭა ჯიბეში ის მესამე რაუნდი და მიიჯიბა და წაიღო რა. ესე მორჩა ეს ამბავი. ანუ გასამოფს რომ სამივე რაუნდი მოუგო პელემო? არა ბიჭო, მესამე რაუნდში რომ ხელი გადადოო, მაგით მოიგო მესამე რაუნდიო რა, Young Mike-მა. ხელი ხო გადადო. და ამეთაც. ანუ ჩემნაირად არ ვიცი ძმაო, მე მაიცა. იოს დაენძრა. პირველი კიდე ხო. მაიცა. ახლა ნახევარი დარბაზი ხართ კასპერასკენ, ნახევარი დარბაზი ნაინასკენ. გახსოვდეთ რომ ეგრე არ უნდა იყოს Young-ის და პელესკენ უნდა იყოს. შეშვით ჩემს ძმებს ძალიან გთხოვთ. ეს შენ გიოს როგორ ეძახი?
მეგობრებო, ჩვენი გიო რუსიასთვის ერთი ხმაური მაგარი. არა, უფრო. Let's go! ვერ გიტანთ რა თქვენ ორს. და პინოს კიდე. ეს მოკლედ MC-ც ხარ ძმა. გადაწყვეტილების მიღებას გიწევს. ხო, კაი, მე ვიცი რაც უნდა ვთქვა და ვიცი ჩემ თავში რა როგორ დაალაგდა. პანჩებს რაც შეეხება ჩემთვის თანაბარი პანჩები იყო სამივე რაუნდში. რაღაც პანჩები ყველეს ჰქონდა უფრო ძლიერი ურტყამ და რაღაც მომენტებში მე იანგი იღებდა და ამოუკაჩა და ანუ ასე შემდეგ. ეგ იყო აი ჩვეულებრივი ტენის რო უყურებ და 2 საათი რო იქით-აქეთ მიდის ბურთი არ ვარდება. რაც შეეხება შესრულებას და ფლოუებს პირველ რაუნდში ამას არ შეეშალა საერთოდ აი მაქსიმალურად მიყვა შენ მის სამღერზე იყო თუ სწორედ მახსოვს ბოლო ლაინები ხო ჩაკლაპებ ბრო მაგიტომაც პირველი რაუნდი წაიღო პელემ მეორე რაუნდში ხო ნუ პანჩებზე აღარ ვლაპარაკობ იმიტომ რომ მაგას თავიდან ვილაპარაკე სამივე რაუნდში რაც მოხდა მეორე რაუნდში მოხდა პირიქით რომ ეს ტექნიკური პრობლემა ქონდა პელეს შენ ნაკლებად ქონდა ტექნიკური პრობლემები ფლოუში თუმცა ამან გამაოცა ძალიან კაი გადასვლა ქონდა ფასზე მაგრამ მაინც ეგ რაუნდი ჩემთვის იმის გამო რომ უფრო კარგად შეასრულე იმიტომ ტექნიკა შენ არ გაკლდა მეორე რაუნდი შენი მესამე რაუნდში პანჩები ორივე სიმომეწონა ტექნიკური წუნი ფასზე რო გადახვედით, იმიტომ რომ მანამდე იდეალურად მიდიოდით, სანამ ფასზე გადახვიდოდით მაგ ერთ მონაკვეთზე. შენც ჰქონდა და შენც ჰქონდა. შენ უბრალოდ ჰქონდა თავში და ცოტა, შენ შუაში და ბევრად დიდი ბრო. მაგიტომაც შემიხვა Young Mike's. ერთი წამით. არა და რაღაც უფრო ისეთი მოგება მეგონა ეს მე Young Mike-ის ხა ესენი პროფესიონალები არიან და რაღაც ჩემთვის Young Mike-ო ძალიან ჩვეულებრივ მოიგო. სხვადასხვა ბათყურებს. ყველაფერი მესმის რა. მაგრამ ისინი მაინც პროფესიონალურად უყურებენ ხარ. მაგრამ მე ვიცი ესე. მატჩ რევანშის მერე თუ ფიქსირდება პრე ცეკვის ბეტლები დავიწყეთ ძმებო. მე ვიტყვი ყველაზე მთავარს, რაც სიმართლეა ზუსტად ვიცი. არც ერთი და არც მეორე აქ მარტო იმისთვის არ ყოფილან, რომ მოიგოთ. აქ იმისთვის იყვნენ, რომ თქვენ ეს სიამოვნება მიგეღოთ, თქვენ ეს სურვილი, რაც გქონდათ, რომ ბოლომდე შეგევსოთ ეს ემოციებისგან და მე ერთიანად გამოგეშვათ. მე მგონი ორივე არტისტმა ეს შეძლო, ხო? ძალიან კაი იყო. Wow. PvP flows. Sezons gare. პირველი მატჩ რევანშის გამარჯვებულია MC ჩემგან ხელმარჯვნი. კარგად მორჩა. საყვარლად, საღოლ ძალიან კაი იყო. ძალიან გაასწორა საღოლ. გადაღება, ბრავო. მართლა აი უიდეალურესი რუსული ისინიც მაგ ნანახი რა ეს PvP ბეთლები და გადაღება დიდას გეფიცებით უარჯობდეს. პლასტიკს რა სიტყვი, შენს გექნება ეგენი ნანახი. დიდას გეფიცებით ძალიან მაგარი იყო. ერთადერთი დარბაზიდან ეს შეძახილები, აი როდის მორჩებით ამ ყველაფერს არ ვიცი, მაგრამ იმედია მორჩება. აი ეს ვიღაცაზე შეძახილები რაღაცეების და გადაღება და TikTok-ზე დადებები. დანარჩენი პინოს სასწაული ბითები აქ არ ვიცი პინოსი იყო თუ არა მაგრამ ვისიც იყო ნუ პინოს ბითები იყო წინაზე და სასწაული იყო და ეხაც ახსენეს და ალბათ პინოს ბითები და ძალიან მაგარი იყო მესამე საოცრება იყო ძალიან მომეწონა იმენა და ძალიან მაგარი ბეთლი იყო მართლა ძალიან ვისიამოვნე ამ 30 წუთით არ მინდოდა რომ 30 სიმართლე რო გითხრათ თავიდან რა შემოვიდა ვნახე რომ 32 წუთი იყო მაგრად გამიტყვა რომ მეტი არ იყო შემდეგი ბეთლი არ ვიცი ვისი იქნება, მაგრამ დაველოდები დიდი სიამოვნებით ჩაუჯდეთ ერთად. დროებით ხალხო, გამოიწერეთ Flow Flows არხი, რომ არ გამოგრჩეთ ხოლმე ახალი ბეთლები. დროებით.